უკრაინის ომის 4 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, დღეს 4 წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოს ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ გასული საუკუნის 40-იან წლებში. მართლაც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტის და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით 4 წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც, წერს შალვა პაპუაშვილი. პაპუაშვილს უნდა შევახსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი არის თანამედროვე ბარბაროსი. კი, მან წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, სამდღიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც 4 წელია გრძელდება. ის ცდილობს საერთაშორისო საზღვრების შეცვლას ტანკებით და რაკეტებით, თუმცა ის მას არ გამოუვიდა. კი, დონბასი და ყირიმი არის უკრაინული მიწა და უკრაინა დაიბრუნებს, როგორც საქართველოს დაიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და ყველა პუტინის მეგობარი რეგიონში დამარცხდება. დღეს თუ ვინმე საწყობს განსაკუთრებით ეს ომი და ვინც არის ამ ომის ერთ-ერთი და ერთადერთი უმთავრესი ინიციატორი, ეს არის თავად რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გულდასაწყვეტია ქართული ოცნების, როგორც ქართული მხარის მსგავსი ტიპის შეფასებები ჩვენი მეგობარი ქვეყნის ასე ვთქვათ, ამ დიდ ტრაგედიასთან მიმართებაში. შეიძლება ბევრ ჩვენგანსაც თავის დროზე არ ქონდა გაცნობიერებული თუ რა მასშტაბის კონფლიქტთან ქონდა საქმე, ბევრ შეიძლება საზოგადოებაში ისიც არ ესმოდა რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა, ვინ დადგებოდა ამ ომის კვალდაკვალ გვერდში, ქართული ხალხის გვერდში რაღაც რომ მომხდარიყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ განცხადებებიდან, რაც გვესმის ბალტიელების მხრიდან, სხვა ევროპის თუ ამერიკის სახელმწიფოების მხრიდან, ალბათ ყველაფერი არის ძალიან მკაფიო. ძალიან მარტივად გამოვიტანოთ დასკვნა. ეს არის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლის სამწუხაროდ პაიკად ჩაითრიეს აღმოჩნდა უკრაინა. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია და საქართველოს აღმოჩენაც ამ ტრაგედიაში სურდა სწორედ იმ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების წარმომადგენლებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აწყობთ ხანგრძლივი ომები სხვადასხვა მიზეზის გამო. და ჩვენ ამ ყველაფერზე უარი განვაცხადეთ, ვინაიდან ეს არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და საქართველოს ამითი განადგურდებოდა და დღემდე ვერ გვაპატიეს ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ გლობალურ ძალებს. თუმცა ყველა დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქე ხვდება იმას, თუ რამხელა უბედურებას ავაცილეთ ქვეყანა და ის ნაბიჯები, რაც ქართულმა ოცნებამ გადადგა, იყო აბსოლუტურად უალტერნატიული.